გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკაში ჯამურად 126 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, თითქმის სამჯერ მეტი ვიდრე 2023-ში, მაგრამ ნაკლები 2021 და 22 წლებთან შედარებით. რომელი ქვეყნები და კომპანიები დებენ ფულს ქართულ ენერგეტიკაში, რა მიმართულებებზე გაზრდილი ინტერესი, რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი და რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესები გრძელვადიან საინვესტიციო პროექტებზე. რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია ბემონის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა იქნება. ბემონი ბაზარზე 2017 წლიდანაა და კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ააშენოს და დააპროექტოს ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები, ასევე მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები, ასევე ინდუსტრიული და საინჟინრო ნაგებობები. ვიდრე ბემონის მიმდინარე პროექტების პორტფელზე, მათ საინვესტიციო ღირებულებებსა და სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ. ძალიან მოკლედ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მოგიყვებით, ვინ ჩადო ფული შარშან საქართველოს ენერგეტიკაში და რომელი ქვეყნებიდან. საქსტატის თანახმად 2024 წელს ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციები შემოვიდა ჩეხეთიდან, მარშალის კუნძულებიდან, ნიდერლანდებიდან, ასევე გერმანია და ლუქსემბურგიც მოხვდა ტოპ ქვეყნებში. რაც შეეხება ტოპ ინვესტორ კომპანიებს, ტრადიციულად სიაშია თელასი, თბილისი ენერჯი, ენერგოპროჯორჯია, საქორგაზი, დარიალი ენერჯი, ჯორჯია გენერაცია, დანარჩენს ახლა თქვენს ხედავთ ეკრანზე. საინტერესოა, რომ 2024 წლის ენერგეტიკის ტოპ ინვესტორებში მოხვდა ნენსკრა ჰიდროც, როგორც ვიცით, ნენსკრა ჰესის პროექტი არის შეჩერებული უკვე წლებია და საინტერესოა, რა სიახლე ჰქონდა პროექტს შარშან, რა თქმა უნდა, BMG დაინტერესდება რა ინვესტიციაზეა საუბარი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საწარმოები, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავდით, ინფოგრაფიკზე არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, რადგან ინვესტორებისთვის მთავარია ბიზნეს კლიმატი, გეტყვით იმასაც, რომ დღეს გამოქვეყნდა საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ ევროკავშირის 2024 წლის ანგარიში სახელწოდებით ზრდა გამოწვევების ფონზე. ორასამდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. ანგარიში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება. პირველი, პოლიტიკური არასტაბილურობა. კერძოდ 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე, წერია ანგარიში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგდება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი ქვეყანაში. გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ უნარების დეფიციტია, რამაც გამოიწვია ბიზნესის წლიური შემოსავლის თითქმის 56 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს, აღნიშნულია ევროკავშირის წლიურ ანგარიში. რაც უხებს დღეს ბიზნესს ყველაზე მეტად, ამაზეც ვისაუბრებთ ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია ბემონის მმართველ პარტნიორთან გიორგი მირცხულავასთან ერთად, რომელიც უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შეფასებით მინდა დავიწყოთ საუბარი. ფაქტობრივად გვაქვს აუთვისებელი სექტორი, რომელიც ითხოვს ინვესტიციებს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვით BMG-სთან 126 მილიონი წლიური FDI ენერგეტიკაში. როგორი მაჩვენებელია თქვენი აზრით იმ სექტორში, რომელიც CFD მექანიზმის ამოქმედებამდე ფაქტობრივად როგორც ბიზნესის ისე მე მთავრობამაც აღიარა ამ სექტორში იყო სრული უძრაობა. პირველ რიგში მოგესალმებით, წელს პირველად ვარ თქვენთან, ყოველთვის მიხარია აქ მოსვლა, იმიტომ შეგვიძლია ენერგეტიკაზე ვილაპარაკოთ, რაც ჩემი სექტორია, სადაც მოღვაწეობ და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგი არის, რომელსაც უდიდესი ინვესტიციების შემოტანა შეუძლია ქვეყანაში. ახლა თქვენ 126 მილიონი დოლარი ახსენეთ. ჩემი აზრით მარტო სამი დიდი პროექტი რო ჩამოთვალოთ ჰიდროს მიმართულებით, რო აღარ შევეხოთ მზეს და ქარს, აი ნესკრა ახსენეთ, არის ნამოხვანი, არის ხუდონი პოტენციაში, მარტო აი სამი პროექტი რო გავაერთიანოთ, ლაპარაკობთ დაახლოებით 5-6 მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანამ შეძლოს ამ სამი პროექტის დაძრა, ამასთან ერთად განავითაროს სხვა პროექტები, რადგანაც ჩვენ ერთი რო არ გვაქვს ფუფუნება ასეთ დიდ და საინტერესო
პროექტებზე უარი ვთქვა და მეორე ეს არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეს არის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის, რა ვიცი, უებარი მექანიზმი და მნიშვნელოვანია რომ ეს განვითარდეს. CFD ახსენეთ და დაგეთანხმებით, რომ CFD-ის მექანიზმი რომ არ აღდგენილიყო იმ ფორმაში რომელშიც აღდგა, მე ვფიქრობ, რომ ეს 126 მილიონი დოლარიც არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, თქვენ თელასი ახსენეთ, ენერგოპრო ახსენეთ, ეს გასაგებია რა ინვესტიციებია ამ მიმართულებით, მაგრამ წინა წელი იყო ძალიან საინტერესო, ხობიჰესი გაიშვა, წელს მაგალითად ბემონი ასრულებს კასლეთისზე ერთ-ერთ დღეს, რომელსაც მე იმედი მაქვს, რომ მარტი-აპრილის თვეში უკვე გაშვებასთან იქნება, ცოტა ამინდმა შეგვაფერხა, ძალიან დითოვლობა იყო და ფაქტობრივად ეხლა განვაახლეთ თითქმის თვენახევრიანი შეჩერების მერე სამუშაოები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი და დიდი პროექტები არის ძალიან საინტერესო, რაც შემოვა საქართველოში, მაგრამ წელსაც მე რამდენიმე ჰიდროპროექტის გაშვებას ველოდები და აი ეს ჰიდრო და სხვა ენერგოპროექტების აზვირთებულმა ტალღამ უნდა შეძლოს გარღვევა ქართულ ეკონომიკაში, რომლის დიდი მონაწილე იქნება ენერგოსექტორი, იმიტომ რომ თვითონ ქვეყნის FDI-საც რო შევხედოთ, ბოლო 10 წლეულობის განმავლობაში ენერგეტიკა არის მესამე-მეოთხე ადგილზე, მუდმივად რამდენჯერმე იყო მეორე ადგილზე. ჩემი აზრით, მინიმუმ იმედია საბანკო და სადაზღვევო სექტორის გადასწრება ძალიან ძნელია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ იცით ჩემი დამოკიდებულება ბანკების მიმართ ასევე, მაგრამ ენერგეტიკა უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში უახლოესი 7-8 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე. კარგი ამბავი კიდე ერთი რაც გავრცელდა, ეს არის ბულგარეთი შეუერთდა შავი ზღვის პროექტს და ეს აჩვენებს, რომ ამ პროექტის მიმართ დიდი დაინტერესება არის. მე ხშირად მიწევს აზერბაიჯანში ყოფნა და ვიცი რომ აზერბაიჯანელი სახელმწიფოს მხრიდან და თვითონ ენერგეტიკის მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება ამ პროექტისათვის და მე ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი ბიძგი შიდა ენერგეტიკის განვითარებისათვის, იმიტომ რომ თქვენ გადაცემაში იყო რომ თქვით, რომ უდიდესი პროექტები, თქვათ, გაზის და ნავთობის რაც განხორციელდა, განსხვავება იქ არის, რომ იქ მარტო სატრანზიტო ქვეყანა ვიყავით და აი ამ დიდი პროექტების განხორციელებით პლუს კიდე ჩვენ სხვა ენერგეტიკულ პროექტებს რო დავამატებთ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ შევძლებთ თვითონ ამ ტრანზიტში ჩართვას ქართული პროდუქციით, რაც უდიდესი გამარჯვება იქნება. შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელების შემთხვევაში და იმედია განხორციელდება, რომ მარტო ისე ტრანზიტორად არ დავრჩეთ, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით საჭიროა გენერაციის მეტი ახალი ობიექტის აშენება. აი ფაქტია, ეს სამი დიდი პროექტი კი ძალიან გვინდა რომ აზვირთდეს ენერგეტიკაში ინვესტიციების ტალღა, მაგრამ არ არის. CFD-მ კი სექტორი აფასებდა, რომ ამან რაღაც პოზიტივი შეიტანა სრულ უძრაობის ხანაში, მაგრამ ასევე სექტორისგან უკვე გვესმის, რომ აუქციონებზე რა ტარიფის დაჯდა მედიანური ჰიდროს შემთხვევაში არ არის ისეთი მიმზიდველი და ამიტომაც ინვესტორები, რომლებიც ჰიდროში აპირებდნენ, ასე ვთქვათ, განაცხადების შეტანას, უფრო მზეზე და ქარზე გადმოერთნენ. აი, თქვენი პარტნიორებიდან და იმ პროექტებიდან გამომდინარე, რომელთანაც გააქვთ შეხება, თქვენ თანაც ასეთი ინფორმაცია მოდის, რომ სექტორი ელის, რომ კიდევ იქნება საჭირო ახალი აუქციონი, სადაც უფრო სხვა ფასი დაჯდება, ვიდრე არის 6.5. ერთი რაც შეიძლება ვთქვათ, თითქმის შეიძლება ციფრი მეშლება 6000 მეგავატამდე არის განაცხადი შესული. ჯამურად და რო ავიღოთ აქედან აი ნახევარიც რომ განხორციელდეს უახლოეს ხანში, ხო? აი ციფრებს რო დაუბრუნდეთ, თითქმის 2 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციაზეა ლაპარაკი. დაუბრუნდეთ ახლა თქვენ რაც თქვით, ქარის და მზის შემთხვევაში არის ძალიან დიდი აქტიურობა. მე მიხარია ვთქვა, რომ ჩვენ გავაფორმეთ უკვე ხელშეკრულება და 18 მეგავატიანი ქარის სადგურის შენებლობას დავიწყებთ. აქაც მიხარია, იმიტომ რომ ბემონი ხშირ შემთხვევაში ბევრ რაღაცაში არის პირველი ხოლმე და ქარში რა თქმა უნდა პირველი ვერ იქნებით, ჩვენ გორის გვართ, მაგრამ კერძო კომპანია, რომელიც აშენებს, მაინც ჩვენ პირველებივით და გორის პროექტი დიდწილად თუ არ მეშლება თურქული და კომპანიის აშენებული იყო, შეიძლება მე ეს მეშლება და ბოდიშუხტი იმ ქართულ კომპანიას, რომელიც ღებულობდა მონაწილეობას, აქ კი ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით ამ პროექტში თავის ქვესადგურების დაპროექტებიანა, შენებლობიანა და ქარის შემთხვევაშიც, ისევე როგორც მზის შემთხვევაშიც, ჰიდროსგან განსხვავებით, ბევრად უფრო სწრაფად ხორციელდება ეს პროექტები, მით უმეტეს ჩინეთიდან, საიდანაც ძირითადად შემოდის, თქვა, დანადგარები, უფრო სწრაფად მოხდება მოწოდება და მე იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში გავუშვებთ ამ პროექტს. 18 მეგავატია, საინტერესო პროექტია. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ინვესტიცია
დაახლოებით სამშენებლო მიმართულებით დაახლოებით $7-8 მილიონი იქნება, ხოლო მთლიანი პროექტის ალბათ 10-12 მილიონი დოლარამდე იქნება ეს ინვესტიცია. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ეს არის ციფრები, რომელიც ჩვენ ყოველთვის მივდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი ოპტიმიზაცია გავუკეთოთ დამკვეთს და value engineering-ის პრინციპი გვაქვს ძალიან ძლიერი BMO-ში. თითქმის ყველა ჩვენ პროექტში უფრო IAP დაუჯინეთ დამკვეთს, ვიდრე პირველადი იყო საინჟინრო გადაწყვეტილებები და აქაც იმედი გვაქვს, რომ გავაკეთებთ ამას. მაგრამ რო დაუბრუნდეთ CFD-ის და ჰიდროს ნაწილში, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ხედავთ საჭიროებას აი მესამე აუქციონი. მე ვერ გეტყვით ეს მესამე აუქციონი, იმიტომ რომ სპეციალისტები იმიტომ რომ მე იყო რომ პირდაპირ კონტრაქტირებაზე გადავიდნენ, მაგრამ იმ ტარიფით არ არის მიმზიდველი, ამიტომ ან ახალი ტარიფი როგორ უნდა დადგინდეს, ეს არის ახალი აუქციონი და ალბათ იცით მე შეიძლება ისეთ რაღაცას ვიტყვი რომ სექტორში ძალიან ბევრი ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტებში მე უფრო მაგათ ქაღალდის ინვესტორებს დავარქმევდი დაახლოებით 30-40%, რომელიც შედიან პროექტში, იგებენ პროექტს და შემდეგ ცდილობენ ეს პროექტი გადაყიდონ. ესეც ბიზნესია, აქ არაფერი თქვა გასაკვირი არ არის ან მარტო ჩვენთან რატო ხდება, იმიტომ ნებისმიერი ბიზნესი ასე თქვა არის ნათქვამი რომ ყველაზე კაი ბიზნესმეა შუამავალი რო ხარ, ხო? ყველაზე კარგი ბიზნესი best business is being a middleman. ეგ თქვა ეგ არის აქსიომა, ასე თქვა და ამიტომ კი ბატონო, მაგრამ აი პრობლემა ის არის რომ შემდეგ ეს პროექტები ცოტა იჭედება და მე იმეც ვიტოვებ რომ აი ეს ქაღალდის ინვესტორები ან ინვესტორს სწრაფად იპოვიან, ვინც შევა მათ პროექტებში, ან მოხდება რაღაცნაირად რეალური ინვესტორების და მაგათი გამცალკევება და იმ პროექტების გაუქმება და ხელახლა გამოტანა. ოსოფის სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ალბათ ვადების მემორანდუმები საფორმდება აუქციონში გამარჯვება. ჩემი დიდი იმედია რომ მემორანდუმის ვადების კუთხით მოხდება, იმიტომ რომ ბიზნესია კიდევ ერთხელ ვამბობ, კი ბატონო, ნებისმიერ შეუულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროს მიმართულებით რო დაუბრუნდე, ტარიფი იყოს შეცვლილი, იმიტომ რომ ჩვენ ჰიდროსადგურებს ორი პროექტი გვაქვს, ერთს ვამთავრებთ, მეორე ეხლა ხანს დავიწყეთ, უბრალოდ წინა წლის მესამე კვარტალში დავიწყეთ და იქაც ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ნერვიულობენ ტარიფზე, იმიტომ რომ ტარიფი არის განსაზღვრელი, ხო, რაც გადაგიხდიან ეს ბიზნესი საკმაოდ იგივე ბანკების მხრიდან, ინვესტორის მხრიდან ჩაკეტილი ბიზნესია, აქ არ არის რომ შენ ძალიან დიდ მოგებას ნახავ, იგივე ტარიფიც რო გაიზარდოს, თვითონ წინსწრებით ხდება, ბევრი შეთანხმება ტარიფით ფიქსირებული გაქვს, ამ ტარიფით მუშაობ. ამიტომ სწორი ტარიფი უნდა იყოს თქვათ აღებული და მეცაც გეტყვით ახლა როცა ვხედავთ რომ ქარიზე არიან ხელა მოთხოვნილება, მზეზე არის მოთხოვნილება და ჰიდროზე ეს ყოყმანია, ეს მე მგონი სახელმწიფოს უნდა ეუბნეოდეს რომ რაღაცა გადასახედია. თუმცა კიდევ ერთხელ მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ლაპარაკი და თქვა რომ მე არა ვარ დეველოპერი, მე არ მაქვს თქვათ ის ინფორმაცია რომ ვილაპარაკო, ჩვენ ვაშენებთ მაგრამ თუ დეველოპერები დაგვაკლდება, ვერც ვერაფერს ვერ ავაშენებთ. ამიტომ ნერვიულობ. ეს სახელმწიფო დროულად დიდი შეამჩნევს ამ ყველაფერს და არა ისე როგორც CFD აუქციონის შემოღებას დასჭირდა და მთელი 5 წელი უძრაობის პერიოდი გქონდა. აი ბემონის მაგალითზე ვისაუბრებთ, ერთი პროექტი უკვე ახსენეთ. ჯამურად აი თქვენი მიმდინარე პროექტების ღირებულება, პორტფელი როგორ გამოიყურება და რას ატყობთ? აი დეველოპერები აქტიურობენ? რა ხდება ენერგეტიკაში? ჯამურად რო შევხედოთ, განხორციელებული, დაკონტრაქტებული პროექტები რო ავიღოთ, დაახლოებით 100 მილიონამდე ვართ ასული. ბემონი, ამ შემთხვევაში ძველ პროექტებზე ლარში ვილაპარაკებ, გადმოვალ უფრო დოლარისკენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომავალი 2 წელიწადში თითქმის ამ თანხის გაორმაგებას ვფიქრობთ უკვე და მე იმედი მაქვს, რომ მომავალ 2 წელიწადში ჩვენ $100 მილიონ მივახლოვდებით ამ უახლოესი 2 წლის განმავლობაში. იმიტომ დიდი პროექტები საქართველოში ხა მასიურად რო შევხედოთ ხო? აი სწორედ ის დიდი პროექტებია. დანარჩენი პროექტების ღირებულება არის 7, 8, 10, 15 მილიონი დოლარი. ამიტომ ძალიან ძნელია ხა $100 მილიონი გააკეთო, მაგრამ ის რო შევხედოთ ბემონისთვის წარმატებული რაც იყო, თქვათ ენერგეტიკის მიმართულებით 2 წელიწად ნახევარში ფაქტობრივად თითქმის 100 მილიონამდე ასვლა ძალიან საინტერესო არის და წარმატებული. უახლოესი პროექტები ჩვენ რაც გვაქვს, როგორც გითხარით, ეს გითხარით არის ქარის პროექტი, ვახორციელებთ ჰიდროს პროექტს, ვაგრძელებთ საქართველოს უნიკალური იდლიანის ქვესადგურის მშენებლობას, რომელიც GIS ტექნოლოგიებით იქნება და ფაქტობრივად ჩემი აზრით ერთ-ერთი ჯაჭვი იქნება იგივე იმ დიდი წყლისქვეშა შავი ზღვის კაბელის შემადგენელი ნაწილი და პოტენციურად დიდი პროექტების ნაწილიც გახდება ეს იდლიანი. ამიტომ ახალი
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ასე ვთქვათ სტილია ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნები ამ ბაზარზე, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს ახალი პროექტების დამატების ჩვენ პორტფელიში. ძალიან აქტიურად მონაწილეობთ მოლაპარაკებაში, ახლა უახლოეს ხანში მე ველოდები ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 80 მეგავატიანი მზის სადგურის პროექტის ხელმოწერას უკვე ჩვენ პორტფელში და ამ ერთი წლის განმავლობაში, წლის ბოლოსთვის უკვე თითქმის 100 მეგავატზე მეტი ქარის პროექტის ხელმოწერას, რომელიც ასევე ჩვენი პროექტის ნაწილი გახდება. თითოეულ ამ პროექტს ჩვენ დეველოპერს უნდა დაუნტკიცოთ, რომ ბემონი არის ის კომპანია, რომელიც მათ უნდა აირჩიოთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ წარმატებულად მივდივართ ქართველი ძალიან კარგი საინჟინრო გუნდის მიერ, ვინც შევქმნა. ძირითადად ვინ არიან დამკვეთები, ასე ვთქვათ, ქართველი და უცხოელი ინვესტორები ხა ძირითადად რო გითხრათ, ყველგან კომბინაციაა, ესე ვთქვათ, ესე ერთად ცალკე აღებული ქართველი ინვესტორი ძალიან ძნელი საშუალებაა, თუმცა არის კომბინირება ევროპელი, არაბი ინვესტორები პოტენციაში, მაგრამ კომბინირებული არის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა გამოწვევებზეც მინდა ვისაუბროთ სექტორში, მაგრამ იქამდე ფართო სურათში რო შევხედოთ საინვესტიციო მიმზიდველობას, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, რა არის დღეს ჩვენი ყველაზე სუსტი მხარე და სუსტი წერტილი შეიძლება ასე ითქვას და ყველაზე ძლიერი მხარე. იგივე თქო საექსპორტო ფასზეც, აი მოლოდინებზეც თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ წლების წინ რაღაცა ეს ძალიან მიმზიდველი იყო ჩვენი სისტემა საქართველოში, იმიტომ რომ თურქეთში იყო ძალიან მაღალი. შემდეგ იქაც ფასები დაკორექტირდა, პლუს ჩვენი CFD აუქციონის ტარიფი როგორც ხედავთ, არც ისე მიმზიდველია სექტორისთვის. აი, რას უყურებენ განსაკუთრებული ჭოჭმანით ინვესტორები ვიდრე გადაწყვეტილებას? პირველი რატო საქართველო, რატო აინტერესებთ, ხო, ყველა ქვეყანას საქართველოში, იმიტომ რომ აუთვისებელია. აუთვისებელია სექტორი, ჰიდრო იქნება, ქარი იქნება, მზე იქნება და შესაბამისად, სადაც არის შესაძლებლობა ინვესტიციის, ნებისმიერი ინვესტორი უყურებს ამას. მეორე ინვესტიცია საქართველოს ადგილმდებარეობა თქვენ სწორედ განსაზღვრეთ თურქეთის ბაზარი, რა თქმა უნდა, ჩავარდნა იყო თურქეთის ბაზარზე ფასების, მაგრამ ნელ-ნელა უბრუნდება, ეს დაკავშირებული იყო თვითონ თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ერთგვარ კრიზისთან მათ რაც ჰქონდათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც წამოვა ზემოთ. მაგრამ ამას რომ დაუმატოთ ისევ შავი ზღვის კაბელი და თვითონ საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდა, ინვესტორი ხვდება, რომ გარანტირებულად მას აქ მოსავალი ექნება. ამიტომაც ინვესტიციები არ წყდება ამ სექტორში, იმიტომ რომ ერთგვარად ენერგეტიკის სექტორი არ არის, თქვათ მე ნავთობიდან მოვდივარ, ნავთობში თუ დიდ საბადოს გახსნი, სხვა ციფრებზეა ლაპარაკი, ენერგეტიკის სექტორი არის გარანტირებული შემოსავალი, რომელიც მოთხოვნადი პროდუქტი გაქვს, ფიქსირებული ტარიფით და CFD სწორედ მაგას უზრუნველყოფს. ამიტომ ინვესტორისთვის საინტერესო არის, safe haven არის ენერგეტიკა. სუსტი წერტილი არის. შეიძლება თავის შეიკავონ და ბარემ აქვე კითხავთ, არის თუ არა მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი დღეს ევროკავშირის ანგარიშიც გამოქვეყნდა საქართველოს ბიზნეს კლიმატზე პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც აი ამ ეკონომიკურ ზრდას თუნდაც ბოლო პერიოდში მათი შეფასება იყო ანგარიში ჩრდილავს აი ამ წარმატებას. იმიტომ რომ ენერგეტიკა თან ისეთი სექტორია, ეს ერთ დღეში არ ხდება ეს აშენება ხოლმე. ერთ დღეში არ ხდება სამწუხაროდ და არც ერთ წელში. ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წლიანი პროექტი, ამიტომ გრძელვადიანი ინვესტორი შემოდის აქ მოკლე ამონაგებისთვის აი სწრაფად მისღებული ამონაგებისთვის ინვესტორი არ შემოდის და ეგ არის პლუსი ენერგეტიკას რაც ეხმარება. ეხლა არ არსებობს ადამიანი სოფლიოში, ვინც იტყვის, რომ არასტაბილური პოლიტიკური გარემო რაიმეს ხელს უწყობს. შეუძლებელია და რაც უფრო მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტი ინვესტიცია იქნება მათ შორის ენერგეტიკაშიც. ერთგვარად სამყარო ჩვენი ისეა მოწყობილი, რომ გადავხედოთ თქვათ ევროპას, რომ გადავხედოთ აი იმ რეგიონს ჩვენ სადაც ცხოვრობთ, ხა სტაბილურობა და არსად არ არის. ამიტომ ენერგეტიკა არის ის სექტორი, სადაც უფრო მზად არიან ინვესტორები გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერათ ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჯერათ თქვათ იმ პროექტების და შემოდიან, მაგრამ თქვენ თუ ამას ხელი არ შეუწყეთ ქვეყანაში სიწყნარით, სტაბილურობით, სწორი გზით, სიარულით, რა თქმა უნდა ეს პრობლემა იქნება, ხა ფიზიკურად ხა როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ინვესტორებს თქვათ უხარია რაც ხდება საქართველოში. დღეს სწორ გზაზეა თქვენი აზრით და ინვესტორების დამოკიდებულებით ქვეყანა, აი მაგალითად, როდესაც ბემოს აქვს მოლაპარაკებები პოტენციურ დეველოპერებთან, კონტრაქტორებთან, ის რაც ხდება ქვეყანაში. უნდა დავდგეთ სწორ გზაზე, მოდი ესე ვთქვათ, უნდა ვიყოთ და ვიაროთ სწორი გზით, რომ მეტი ინვესტორი შემოვიყვანოთ რა, იმიტომ რომ პატარა პროექტებში, იცით,
ქართველი პარტნიორების დახმარებით ბევრი ინვესტორი ამ რისკზე მიდის, იმიტომ რომ არ ხდება ინვესტიციის გაკეთება თუ ძლიერი პარტნიორი არ ყავთ. რა, თითქმის რომ შეხედოთ გამონაკლის შემთხვევებით, ხა მე არ ვიცი რომ 100%-იანი უცხოელი ინვესტორი შემოდის. მას ყავთ პარტნიორი, რომელიც შეიძლება სხვა ბიზნესში შეიძინა, აქვს ნდობა და თუ ის პარტნიორი მზად არის და ეუბნება რომ ამ რისკს მე ქვეყნის ერთგვარ რისკს უხსნის და შემოყავს, უცხოელი ინვესტორიც მოყვება. აი დიდ პროექტებზე ხო, აი აქ უკვე ძალიან ძნელი იქნება თუ ჩვენ არ ვიქენით უფრო მყარად არ ვიყავით სწორი სტრატეგიით შემოვიყვანოთ რა. დიდ პროექტებზე ერთი რაღაც მინდოდა მე თქვა, აი ჩვენ მანამდე დიდ პროექტებში ამ დიდ სამხესხულის პირველ რიგში ხო. აი აქ რამე უკვე რაღაც მარადმწვანე პროექტებად იქცა რა, არ ვიცით რა ხდება. 2022 წლიდან იყო რომ თითქოს სახელმწიფო შევიდოდა, იმიტომ რომ მაინც მოსახლეობის განწყობები იყო ნეგატიური და რატომღაც ეგონა მთავრობას რომ ამით უფრო მეტ ნდობას გააჩენდა საზოგადოებაში, მაგრამ ყოველთვის მე არ ვიცი რომ რამე პროგრესი არის თუ არა. ბიზნეს უფრო მეტი ინფორმაცია ხო არ გაქვთ და იმედი გაქვთ რომ აი რაღაცნაირად მე რომ იმედი არ მქონდეს ამ პროექტების ამ სამი დიდი პროექტი. ამ სამი დიდი პროექტი, ეს სამი დიდი პროექტი კიდევ ერთხელ, იცით რა არის? ეს სამი დიდი პროექტი არ არის ყველა ქართველი ენერგეტიკოსის, მე არა ვარ ენერგეტიკოსი, ენერგეტიკის თქვა მშენებელი ვარ, ასე თქვა, შეიძლება ჩაითვალოს რომ ვარ. ყოველ შემთხვევაში ოცნება არ არის. ეს არის ქვეყნის მომავლის ხერხემალი. როგორც FDI-ის მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე დამოკიდებით. ამიტომ მაგის იმედი რომ არ კონდეს რომ ეგ პროექტები განხორციელდება, ძალიან ცუდად იქნება ჩემი აზრით ჩვენი საქმე. იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ ქარზე, როცა ვლაპარაკობთ მზეზე, იმითაც ხო რაღაც ლიმიტი აქვს, ამიტომ ლიმიტი აქვს და მათ ჭირდება იგივე ჰიდროს მხარდაჭერა. იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება ჰიდროს გარეშე ამ პროექტების განხორციელება. იმიტომ რომ იქ თქვათ ელექტროენერგიის ცვალებადობის გამო პრობლემა გვექნება. ეს ადვილად რომ აქვს. ქარის იმედზე და მზეზე მზის იმედზე პრობლემა. იმიტომ მაშინ უნდა იყოს რაღაცა. აი საჭიროებას და აუცილებლობას, აი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან, აი ბიზნესი გრძნობს რომ ამ პროექტების აუცილებლობას გრძნობს. მე არ მახსოვს რაიმე შეხვედრა. საქმე, თორე საუბარი კი ბატონო. საქმე, იცით რა, მე სადღეგრძელოებში ყველა ძლიერები ვარ ქართველები. თუმცა მე მჯერა რომ ძალიან ბევრი რაღაცა სადღეგრძელოებიდან საქმეზე გადავა და აი მაგის ნათელი მაგალითია ეს შავი ზღვის კავე. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეგ ყველას ეგონა, არა მარტო ჩვენთან, გვერდზე ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, თუნდაც აზერბაიჯანში, იგივე როცა ლაპარაკობდი, ეს იყო ვთქვათ არარეალური, მაგრამ ევროპას დაანახა მნიშვნელობა განსაკუთრებით იმ სასტიკმაომა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, რომ ჩვენი რეგიონიდან ასევე გარდა ნავთობის და გაზის აუცილებლობა არის, რომ როდესაც აქვს იგივე აზერბაიჯანს, იგივე საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის ელექტროენერგიაც უნდა წავიდეს და ეს დიდი სამი პროექტი ელექტროკაბელის პროექტს საგარეო კურსიც მიყვება ქვეყნის პოლიტიკური. ბულგარეთის დამატება ძალიან ნისანდობლივია, ამიტომ აქ რუმინეთი და უნგრეთი იყო, აზერბაიჯანი იყო ბევრი შეხვედრა, ხელშეკრულებას გაფორმდა, დაარსდა კომპანია. მე რამდენადაც ვიცი, დაფინანსებაზე ფაქტობრივად შეთანხმებულები არიან და თვითონ ევროგაერთიანებაც ძალიან მხარს უჭერს ამ პროექტს, იმიტომ ეს არის მათთვის აუცილებლობა. ცოტა დრო გრჩება და გამოწვევებზეც მინდა ვისაუბროთ, მშენებლობის სფეროში ხართ, ენერგოინფრასტრუქტურის, რა გაწუხებთ დღეს ყველაზე მეტად? ხო ეს კადრები მაწუხებს. დღევანდელ ანგარიშში. ის რაც არ დავეთანხმები, აი მე ხშირად კვალიფიციური თუ ზოგადად კვალიფიციური კადრები გვაწუხებს. აი იცით როგორი პრობლემაა. ალბათ რაღაც აი ვერ დაგეთანხმებთ მაგაში. აი მე მართალი გითხრათ, შეიძლება ცოტა ისეთი რაღაცა ვთქვა, რომელიც თქვა ეწინააღმდეგება გავრცელებული მიც, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდება აი 10 კვალიფიციური კადრიდან რომ თქვათ რომ 7 წავიდა 8 წავიდა. ეხლა ყოველ შემთხვევაში ენერგეტიკაში ვინც არიან თქვათ იგივე სამშენებლო მიმართულებით გავს რაღაც არ არის, იმიტომ რომ კვალიფიციური კადრი ძალიან კარგ შემოსავალს აკეთებს. საქართველოში რა ეს დაწყებული აი თუნდაც რომ შევხედოთ ხელფასებს ხო ოპერატორი რო ავიღოთ თქვათ მძიმე ტექნიკი შემდუღებელი რო ავიღოთ კვალიფიციური ეს არ არის ლაპარაკი იცით რა ხა მოიცით საჭეზე ყველაზის მაგრამ ზოგი თქვათ ფორმულა 1-ის პილოტია და ზოგმა ტარებაც არ იცის ეზოდან ვერ გაყავს მანქანა მე მეორეს მივეკუთვნები ეზოდან რო ვერ გადის მანქანით მაგრამ რეალურად რო ვილაპარაკოთ ხო ამიტომ ეხა კვალიფიციური ნიშნავს მაღალი კვალიფიკაციის კადრების გადინება საქართველოსდან არის ძალიან მცირე, მაგრამ არის ნაკლებობა.
აი ეს ნაკლებობა არის შესავსები რა. მაგალითად ბემონი რას ვაკეთებთ ამისთვის, რომ ჩვენთან აი ახალგაზრდები მოყვავს, ვასაქმებთ ჩვენ კომპანიაში და ფაქტობრივად აი ეს გავრცელებული სიტყვა არის, მე არ მიყვარს ინგლისური და რუსული სიტყვა, თუმცა ხშირად გვიწევს ხო, კოუჩინგი გვაქვს ძალიან ძლიერი, რომ ჩვენ ძლიერ სპეციალისტებს ფაქტობრივად აი ესე ჩაკიდებული ყავთ ეს ბავშვებს ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ იმდენად კარგად აჩვენეს ზოგიერთ პროექტში თავი, რომ 22 წლისა თუ 23 წლის შედეგს თუ დევს ჩვენთან ანაზღაურებად შესაბამისი აქვს და ასაკს არ უყურებთ, მაგრამ ეს ბავშვები ახალგაზრდები ვინც მოდიან არიან კვალიფიციურები, ხდებიან უფრო კვალიფიციურები და დამკვეთის მომენტი არის, რომ ამ ადამიანს დაანახოს, რომ შენ თუ 22 წლის ხარ და აკეთებ 30-35 წლის საქმეს, შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აი თქვენ ახსენეთ რაღაც კვლევა იყო მეგონი ევროკავშირის კვლევა და მე აი ზუსტად გამოწვევებს შორის სამუშაო ძალა კვალიფიციური და ემიგრაცია. ემიგრაციაზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეხა მე სპეციალისტებს ვისაც უყურებ, აი მე არ გამიგია, კიდევ ერთხელ არ გამიგია არ ნიშნავს რომ არ ხდება, შეიძლება მე ჩემს გარშემო კვალიფიციური კადრების პრობლემა ჩვენ უფრო გაგვიჩნდა, იმიტომ რომ აი წინა გადაცემაზეც გითხარით, რომ ზოგიერთი კომპანია, მათ შორის ბემოს გადასულებით ერთ-ერთ თანამშრომლებს პარავთ, ან თხოვულობთ ხოლმე. აი ყოფილა შემთხვევები, რომ სამშენებლო კომპანიას დაურეკია, ან ჩვენ დაგვირეკია და 1-2 თვით გვათხოვეთ სპეციალისტი თუ არა გაქვს და ესეც ხდება, იცით, იმიტომ რომ ახლაც სამწუხაროდ ესე ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგ კუთხით განათლება, რომ აი მე არ ვიცი ტექნიკუმების გახსნა, ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამები. განათლებაში რაღაცნაირად თითქოს არის ძრები, მაგრამ საბოლოოდ მაინც განათლების სისტემა უშვებს ისეთ კადრებს, ხო, რომელიც პრომეთია საჭირო და გამოსწორება და ცოტა სხვა ეძებს. აი არ ვიცი, იცით, გაიხსნა, აი მე რამდენად ვიცი და თქვენ არხზეც მინახია, თვითონ განათლების სექტორში ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო საქართველოში. მე ინსტიტუტებს გულისხმობ, უნივერსიტეტებს გულისხმობ და თითქმის 40,000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი არისო საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ აქაც დიდი პოტენციალი არის თვითონ ქვეყნის შიგნით, რომ აი ესეთი სასწავლებლები გაიხსნას, იმიტომ რომ ვიცით რა, ძალიან კაია, რომ ქვეყანაზე ამდენი იურისტი ეყოლება, ამდენი ეკონომისტი ეყოლება, ამდენი ფილოლოგი ეყოლება, ვიცი, სხვადასხვა ენის სპეციალისტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი 10%-ით, 20%-ით მეტი ოპერატორი, შემდუღებელი, ელექტროინჟინერი რო ყავდეს ქვეყანას, ბევრად უფრო კარგად იქნება ჩვენი საქმე. კი ბატონო, ცოტა დრო გრჩება და ბემონის გეგმებზე საზღვარ გარეთ ასე დავასათაურე. იცით რა, ხო, მოძრაობთ, ხშირად საუბრობთ ამაზე, თან იმასაც უსვამდით ხაზს ძველ ინტერვიუებს, რომ გადავხედე, რომ გარეთ რომ გავიდეთ, რაღაც გამოცდილება უნდა ვაჩვენოთ და აქ სახელმწიფომაც უნდა შეგვიწყოს ხელიო. რამე სიახლე არის ამ მიმართულებით? ძირითადად ჩვენი გარეთ ყოფნა არის დამოკიდებული, რომ ვცდილობთ იქაური გამოცდილება ამ პარტნიორი კომპანიების შემოვიყვანოთ, რომელიც რაღაცა პროექტის განვითარებაში სპეციალისტების დონეზე ან კორპორატიულ დონეზე დაგვეხმარებიან. მე ვფიქრობ, რომ აი როდესაც მე ვახსენე ეს იდლიანის ძალიან დიდი ქვესადგური, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც რეგიონში ყველაზე ერთ-ერთი დიდი იქნება, პირველად იქნება ამ სიდიდის ქვესადგურში აი ეს GIS ტექნოლოგია გამოყენებული და მე ვფიქრობ, მისი დასრულების შემდეგ, რომელიც უკვე ფაქტობრივად მთელი დანადგარები დამზადებულია და უახლოეს რამდენიმე თვეში საქართველოში ჩამოვა, სამშენებლო ნაწილი მიმდინარეობს და მე არ მიყვარს დროებზე ლაპარაკი, მაგრამ მალე განხორციელდება. ჩვენ უკვე გვექნება ის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ძლიერი ხელი, ძლიერი კარტი, კარტი ძალიან პოპულარული გახდა ხა, ძლიერი კარტი გვექნება ხელში, რომლითაც ჩვენ რეგიონშიც მოთხოვნადი გავხდებით, იმიტომ რომ მსგავსი სადგურის აშენების გამოცდილება. სახელმწიფო რაშიც ვახსენე, მე ვახსენე, რომ უმნიშვნელოვანესია ქართულ კომპანიებს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს არ არის ენერგეტიკაზე ლაპარაკი, ეს არის ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რამენაირად მიეცეს პრეფერენცია. აი თუ ეს პრეფერენცია არ განხორციელდა რაღაც სახით, მე არ გულისხმობ არც თქვათ უფრო ძვირად ვიყიდოთ ქართული კომპანიებისგან, აი მე სერვისი ან რაღაც პროტექციონიზმი, იცით რა, იცით რა გავს შეიძლება, მაგრამ მოდით ყველა ქვეყნის ისტორიას გადავხედოთ, ევროპული მოდელი რაღაცა. არა, ყველა ქვეყნის ისტორიას გადავხედოთ.
ყველა პროტექციონიზმით იყო დაკავებული და აგერ ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად მაგას გადაგებს ახლა რომ ჩემი ქვეყნის და ჩემი ტარიფების ომი რაც ახლა მიმდინარეობს პროტექციონიზმის რისკიან თამაშს გასაგებია მაგრამ ლოგიკა რა დევს მაგაში ხო მესმის ეგ არის ხო და ამიტომ პროტექციონიზმი რაღაცა დონით ისეთი უნდა იყოს შემუშავებული რომ არც ხარისხი დაზარალდეს და არც ფასი მივიღოთ ძვირი მაგრამ აი თუ საქართველოში არ მივიღეთ ჩვენ გამოცდილება ქართულმა კომპანიებმა დამიჯერეთ ახლა გვერდზე ქვეყნებში ვერ გავალთ ვინ მოგცემთ შანსს აი ეგ რა გჭირდება განვითარებისთვის ყველაზე მეტად ქვეყანას და აი რამდენად მნიშვნელოვანია განათლება მათ შორის ინვესტიციების მოსაზიდად ყველაფრისთვის მოსაზიდად განსახორციელებლად სწორად ქვეყნის ასაშენებლად გჭირდება განათლება და გჭირდება რომ აი არ ვიცი ეს სლენგი არის ყველა პერშიკობიდან აი ყველა პერშიკობიდან გადავიდეთ დარგობრივ სპეციალიზაციაზე რა და აი ეს დარგობრივი სპეციალიზაცია როცა შენ იქნები კარგი ექიმი, შენ იქნები კარგი მებეტონე, შენ იქნები კარგი შემდუღებელი, შენ იქნები კარგი ჟურნალისტი, შენ იქნები აი სპეციალიზაცია და განათლება. და ყოფილა თუ არა ხშირად ვეკითხები ბიზნესმენებს განსაკუთრებით შარშან შემოდგომის შემდეგ, რაც უწყვეტი პროტესტი დაიწყო ქვეყანაში, შემთხვევა რომ მით უმეტეს ენერგეტიკაში კი დავსვი ეს კითხვაც, რომ პროექტი გაჭიანურდა, მან დაპაუზდა, ან გადაგივადეს, იმიტომ რომ მოდი კარგად დავინახოთ რა ხდება ამ ქვეყანაში და რაღაც უფრო იცით რა, კიდე ერთხელ გავიმეორებ. იცი რა, გავიმეორებ. კარგად არაფერი მსგავსი არ მოქმედებს არაფერზე. ხო, შეუძლებელია ვიღაცამ თქვა. აპაუზებს ეს აი მკვეთრად პროექტებს. ენერგეტიკაში მკვეთრი დაპაუზება მე არ მინახია, პროექტები მიმდინარეობს, ეს არის წინარე ჩაშვებული პროექტები, ენერგეტიკაში ზოგადად პროექტის განხორციელებასა და ხო, ეგ გასაგებია, ხო, ვინც უკვე დაიწყო და ჩვენ ამის შედეგებს შეიძლება მომავალში დავინახავთ, მაგრამ ახალი პროექტები უფრო მოლოდინის რეჟიმია თუ მოლოდინის რეჟიმი გვაქვს მაგრამ აი ვერ გეტყვით იცით აი მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი პორტფელი გაიზარდა რასაც ველოდით ჩვენ ის გავაფორმეთ ეს არ ნიშნავს რომ სხვას იგივე სიტუაცია აქვს და ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანას არ ჭირდება გრძელვადიანი სწორი სტაბილურობა რომ წინ წავიდეს რა თქმა უნდა ეს არის აუცილებელი წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში გაუნათლებლობას ყველა მიმართულებით მეტი განათლება და მეტი ინვესტიცია არ მხოლოდ ენერგეტიკაში განათლება და მეტი ქართველი მშენებელი ენერგეტიკაში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები გიორგი თქვენ და ბემონს რა თქმა უნდა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს ბემონის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა პასუხობდა. მე ხვალ მტირებს.